საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ელმარ მამედიაროვი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულება. საუბარი შეეხო სამომავლო ერთობლივ პროექტებს, რომლის მიხედვითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, ვისაუბრეთ ერთობლივ პროექტებზე და კიდევ ერთხელ გავამტყვით მზადყოფნა, გავაგრძელოთ, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები და ძალისხმევა მათ განსახორციელებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებული პოტენციალის გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება, ასევე ავღნიშნეთ ის სარგებელი, რასაც თავაზობს აზერბაიჯანელ ინვესტორებს საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას უცხადებთ საქართველოში ეკონომიკური საკითხების გაძლიერებას. ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა საქართველოსა და აზერბაიჯანში შექმნის ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალ კოეფიციენტს. ეს არის გეოსტრატეგიული მასშტაბის პროექტი, რომლის საშუალებითაც აზია და ევროპა უერთდება ერთმანეთს.